ზოგიერთ ვფიქრობ, კარგი ადამიანი ვარ თუ ცუდი. დიდი იმედი მაქვს, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ ზემოთ თუ რაიმე არსებობს, ნუ ეს ერთ-ერთი კითხვაა, იმიტომ რომ ცოტა აგნოსტიკოსი ტიპი ვარ. თუ არსებობს, აქვს თუ არა იქ იუმორისნობა და შემი შეცდომები რამდენად განიჟება, რამდენად კაცრად განიჟება ზემოთ. აი, ამაზე მინდა პასუხები მივიღო, იმიტომ რომ თან ისეთ ასაკში შევდივარ, როდესაც უკვე ფიქრობ რაღაცეებზე. ხო, ანუ რამდენად იყო ის გამპერებული ჩემი შეცდომები იმით, რომ ჩემი სისუსტეები და ნაკლოვანები რამდენი იყო შემთხვევითობით გამპერებული და იქ ზემოთ როგორ განსაზღვრავენ ამას ყველაფერს. იმ ზემოთ ლაპარაკობ ძალიან ფართო გაგებით ამ სიტყვის, ხო, ეს ბიოენერგეტიკული სივრცეა, თუ ბიოენერგეტიკული სივრცეა, იქაც ჩვენ ვიცით, რომ აკუმულირდება ყველაფერი, ხო, თქვა, ჩვენი დადებითი უარყოფითი ასტრალური რაღაც მომენტები და ასე შემდეგ, ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანი საერთოდ რჩება ერთ და იმავე პერსონად, იცით? მე მოგწონს იასპერსის განმარტება. ეს არის სიცხადეებში ეჭვის შეტანა. ჩვენი თავი ახსავსია სიცხადეებით, სტერეოტიპებით, დოგმებით, ეს ხომ უეჭველია, ეს ხომ ვიცი და როცა დაიწყებ ძიებას, აღმოჩნდება, რომ არაფერი არ არის ცხადი ამ ქვეყნად. დღეს მქონდა სხვათა შორის ლექციის დროს, ესეთი შეკითხვა დავსვი, სტუმრის სკოლა კარგია თუ არა? ხო, ცხადია რომ არ არის კარგი, მაგრამ კლავს ერთი ძალიან დადებითი პერსონაჟი, ძალიან დიდი პოემიდან და კარგ ტიპად რჩება მაინც. ანუ ყველაფერში შეიძლება სიცხადის შეტანა და რას გაძლევს? ეს გაძლევს იმას, რომ შენ ხდები უფრო თავისუფალი შენს აზროვნებაში, მაგრამ ერთ-ერთი დიდი ნაკლი, რომელიც მე გამაჩნია და ბევრ სხვა ადამიანს, მაგრამ მე ჩემზე ვიტყვი, ეს არის არ ვილაპარაკო იმაზე, რაც არ ვიცი. არა და ვლაპარაკო. სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვკითხულობ ნიჩეს. ნიჩე საერთოდ ამბობს, რომ სინანული ამძიმებს ადამიანს და სინანული უნდა მოიშორო. ბუნებრივია ის უფრო კარგად წერს, ვიდრე ახლა მე ვხსნი ამას თუ რატო, მაგრამ სინანული ამძიმებს ადამიანს და პრინციპში არაფრის დადებითის მატარებელი არა, ის კი არ გამოდის იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანს სინდისის ქეჯნა არ უნდა გააჩნდეს, მაგრამ უნდა გაიაზრო და დაივიწყო. ანუ არ უნდა იცხოვრო წარსულით, რომელიც გამძიმებს. ახლა რა გამახსენდა, იცით? ვიღაცამ თქვა, მე მგონი ბალზაკმა, რომ ბედნიერება არისო, კარგი ჯანმრთელობა და ცუდი მეხსიერებაო. გენიალური ფრაზა. იცით, რომელი ფილოსოფოსი მოუხდებოდა ბათუმს? რაღაც ასეთი სევდიანი, მაგრამ ფილოსოფოსები ძირითადად ყველა სევდიანია. აი, რატომღაც ფილოსოფოსები და რატომღაც წავედი ესპანეთში. იქ იყო ორი დიდი ფილოსოფოსი, ხოსე ორტეგა y გასეტი და უნამუნო. ხო და თან სამხრეთელებია. ჩვენ სამხრეთელები ვარ და ეს ერთიანი რაღაც კულტურული ფენაა. ხო და ჩვენ რაღაც აი ასეთი ბათუმი არ არის ქალაქი, სადაც ადამიანი იქადაგებს ბაზრობის. ბათუმი უფრო სალონური ქალაქია, ჩემი აზრით. თან ძველი, თან ახალი, თან ტრადიციული, თან მოდერნული, თან ქრისტიანული, თან მუსულმანური, თან კარიბჭე იყო, თან ჩაკეტილი ქალაქი იყო, თან მთა, თან ზღვა. ანუ ბათუმი არის ისეთივე გახლეჩილი რაღაც აი დილემებში და წინამძღოლში ჩაქსოვილი ქალაქი, როგორც საერთოდ ქართული კულტურა, ჩემი აზრით, მაგრამ ბათუმში ეს კარგად ვლინდება და თან წვიმიანი ქალაქია. ჩვენ ხშირად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ რა როლს თამაშობს წვიმა. რომ არის ქალაქები, სადაც პრაქტიკულად არ წვიმს. ან თუ წვიმს, წვიმს ღამე, ან თუ წვიმს, წვიმს ნახევარი საათი დღეში და ბათუმში შეიძლება იწვიმოს, როგორც ბაკონდოში
4 წელი, 4 თვე და კიდევ რამდენიმე დღე და ბუნებრივია ეს რაღაც დიდ გავლენას ახდენს ბათუმელების ხასიათს. უფრო დადებით ჩემი აზრით. სარც რა აქვს ასეთი ნაწარმოები მე მგონი ბუზები სადაც ორესტე და მისი და კლავენ დედას რომელსაც მოკლა მისი ქმარი აღამნენონი რომელიც დაბრუნდა ტროას ომიდან ანუ შურს იძიებენ დედას და შემდეგ მას დასდევს ერინიები ანუ დიკეს შიკრიკები იმიტომ რომ მან დაარღვიეს ერთ-ერთი მთავარი დაუწერელი კანონი თუ დაწერილი ხო ოლიმპიური არ შეიძლება მშობლის კვლა და ორესტე ამბობს ერთ საინტერესო სიტყვებს ჩვენ უნდა დავძიმდეთო და ისე ვიაროთო ანუ ამ ადამიანს დამძიმება ხშირად ადამიანს საჭიროებს დამძიმებას მაგრამ როგორც ყველაფერში აქაც ოქროშვალედი ალბათ ადამიანს ამძიმებს მაინც ორი რამ ჩემი აზრით ეს არის წარსული და ამძიმებს უცოდინარობა ან როგორც ილია ამბობდა ნახევარად განათლებულობა რომელიც შეიძლება ზოგჯერ უფრო ცუდია მე მაგალითად ხშირად მესიზმება ერთი დეტალი ჩემი ბავშვური ყოფიდან წლების განმავლობაში ანუ ეს ბავშვობა მომყვება და მეორე როცა ადამიანი არ არის თავისუფალი სტერეოტიპულად დოგმატურად აზროვნებს ის მძიმდება მაგრამ უკვე სხვანაირად ის მოქნილი არ არის ის არ არის ინგლისელები რასაც აკვემენ flexible ის სიმია ურთიერთობებშიც მძიმეა ასეთი ადამიანი ალბათ ხშირად ვეუბნები იმავე სტუდენტებს როცა შემოვა მასწავლებელი და გეტყვით ბავშვებო ჩაიწერეთ ჭეშმარიტება ნიშნავს ამას და ამას ადექი და გაიქეცი იმიტომ რომ კიდევ უბრუნდები ამ ჩემპიონატად დაეჭვება სიცხადეებში ანუ პედაგოგი მე ზოგჯერ რას ვფიქრობ იცით პედაგოგი უნდა იყოს სტალკერი რა არის სტალკერი არის აი მან უნდა გაიყვანოს აი ამ ნაკაჩი ინფორმაციის რომელიც ოკეანესავით არის და ხშირად აი ფილტრაცია უნდა მოხდეს რედაქტირება ოღონდ ეს ბუნური არ უნდა იყოს დიქტატი და ცენზურა მაგრამ შენ უნდა გარკვეული სტალკერის როლი შეასრულო სტუდენტებისთვის ჯერ კიდევ ჩემი ინტელექტუალები და მასწავლებელი ინტელექტუალი უნდა იყოს თუ ის მასწავლებელი ამ როლს ინარჩუნებს ზოგჯერ მიფიქრია მართლა რითი ჯობია ყოფნა არ ყოფნას ხო არ ყოფნა ხო პრობლემაა სხვათაშორის վել საბერძნეთში იყო ერთი ასეთი სკოლა რომელიც ასწავლიდა რომ ბედნიერება არის სიამოვნებების მაქსიმუმი და უბედურება არის უსიამოვნების ასევე მაქსიმუმი. ანუ უნდა გაიქცე ყველანაირად სიამოვნებებს და მაქსიმალურად მოიხმეჭო და ისწრაფოდე სიამოვნებისაკენ. ასეთ ადამიანებს ერქვა როგორ შეიძლება ეს ტერმინი დაგავიწყდეს ხედონე ნიშნავს თქმობას და ხედონისტების სკოლა იყო და რატოა ყოფნა არ ყოფნაზე უკეთეს ჩვენ ხო არავისთვის არ გვითხოვია დაბადები და მოვდივარ და უცბად პრობლემები ანუ ყოველი ჩვენი დღე არის უარყოფა ცხოვრების ხო შენ თუ კიდე იცხოვრო დღე უნდა მოგდეს ხო რაღაც წინამდებობაა ჩადებული ანუ შენ მექანები საფლავისკენ დაბადებიდანვე გარდა იმისა რომ ტვინის სუჟეტები გვტება და მაგრამ ბოლოს რა როგორ ის მომწონს იცით მოსაზრება რაღაცა მომკითხე რომ საინტერესოა ყოფნა საინტერესოა ერთადერთი რაშიც ვარ დარწმუნებული რომ ან იქ რაღაც არის ან არ არის
თუ არ არის, თუ არის მეწოდინება, მაგრამ მარტო მე. იმიტომ რომ ვერ გიამბობ ამის თაობაზე, მაგრამ რომ ეს აუცილებლად მოხდება, ან არარაობა, გაქრობა, ან ყოფნა, საოცარი ქართული სიტყვა, ხო, გარდაცვალება. თან იშვიათი სიტყვა. ანუ გაქრობაზე კი არ არის საუბარი. სხვა საწყისში ყოფნაზეა, სხვა სტატუსში ყოფნაზეა, ხო, გარდაცვალება, ხო და ამიტომ ჩემი აზრით არ ყოფნი ჩვენ არაფერი არ გვეძლევა, არ ყოფნა ნიშნავს არ ყოფნას, არარაობას, არ არსებობას. აი თქვა და წვდიაჩი რო იყო, არ არსებული და სულ და გვახსოვდეს შეგრძნებები, პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, რავი, ყველაფერი, პირველი რაც აი პირველი სტატია, რომელიც დავწერე, აი შვილივით ასე თქვა, აღიქვამს ავტორი იცით თავის იმას და ასე თქვა, ვინც პოეტია და მწერალია, მით უმეტეს მიხდება ამას და ეს ყველაფერი საინტერესოა და სხვათა შორის ახლა რომ დავფიქრდი, რაში გამიმართლა ცხოვრებაში, მე არ ვიცი რას ნიშნავს მოწყენა. გაფიქრეთ, რამდენი ადამიანი მოწყენილი დადის ამ ქვეყანაში. მე მოწყენისათვის არ ცალია. როგორ უნდა მოიცალო, როცა 1000 რაღაცა მაქვს დასაკითხი, 1000 მაქვს რაღაც სანახავი და ბოლოს და ბოლოს თუ არც კითხვა არ გიყვარს და შედი ამ YouTube-ზე და იმდენი რაღაც საინტერესოა, ხო? როგორ შეიძლება მოვწყინდეს? ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოფნა უბრალოდ საინტერესოა. არ მახსოვს ვინ თქვა. საერთოდ არ მაინტერესებს როგორ სახელს დავტოვებ, იმიტომ რომ შთამომავლობის სასამართლოზე არავინ არ დამიბარებს. არ ამგონია რომ დავჩები ჩემი წიგნებით ან სტატიებით და რაღაცეებით, მაგრამ სხვათა შორის ეს არა მარტო ქართული მითია, იცით? თურმე, თქვენ იცით რომ მექსიკაში არსებობს სიკვდილის კულტია, ეგრეთ წოდებული. და ის ნობილი მუთვინმია, ახლა ახალგაზრდებმა ყველა მიცის, მე არ ვიცი სახელწოდება, რომ გმირი მოხდება იქ. და იქ ერთად ადგილას შეხვდება მიცვალებულს, გარდაცვლილს. ჩონჩხია. საკმაოდ სიმპათიური ჩონჩხია და ფილმის წელობისას ეს ჩონჩხი დაიფერხლება. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მას უკვე არავინ ახსენებს დედამიწას. ანუ ეს არის სიკვდილი უკვე სიკვდილის შემდეგ. ამიტომ მინდა გავგზავნე ერთი ორი თაობის მეხსიერებაში. ჩემების დიდი პრეტენზიები სახელმწიფო მეხსიერებაში დაჩენისა ბუნებრივი არ გამაჩნია.